საქართველოს პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისათვის მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდული სამყაროს წევრები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად აღიარებდნენ ქურდულ სამყაროს და აქტიურად მონაწილეობდნენ მის საქმიანობაში. მათ სისტემატიური კავშირი ჰქონდათ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან. ასევე ქურდული სამყაროს წევრები საკუთარი კრიმინალური გავლენის, მატერიალური სარგებლის მიღების, ძალაუფლების დამკვიდრებისა და გავრცელების მიზნით მუდამი მხარეების მიმართვის საფუძველზე სისტემატურად აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მხარეებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდნენ. სამართალდამცველებმა 54 პირი დააკავეს, ხოლო 6 პირს ბრალდება დაუსრულებლად წარადგინა. ბრალდებულებს ბრალდება კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, კანონიერი ქურდისათვის ან ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ერთ-ერთი ბრალდებული ქალის მიმართ კი გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს.